სახალხო საჩქარივით არის ხო ეს ძალიან დიდი პრობლემა არის ეს არის ჩვევა მძღოლების გინდ გეწყინოთ გინდა რა მძღოლებო სმელებო და მწეველებო სიგარეტის ჩვევა როგორ გადაგდების აი პრობლემა არის ეს სულ ნაგავია სანამ არ გამოსწორდებით სანამ არ მიხვდებით იმას რომ უნდა გეყოთ ნაგვის გადაგდება ესე თავხედურად გადაგდება აი ეხლა ეს ციდან აი გზევიდან არ ცვივა ნებისმიერი მძღოლი აჩერებს აი აქ ადამიანი ფეხით ეს გამლები ამას არ აკეთებს აქ არიან მძღოლები რომლებიც მოდიან ხედავენ ნაგავს გდია გააჩერა მანქანა აგერით ნახე რამდენია გააჩერა მანქანა ახალში უჭერია რა იქიდან ბაზრობიდან შემოდის რაღაცა საჭმელს ჭამს ახალში უჭერია რაღაც ნებისმიერი რამე ან პარკი ან ეს ქილები რაღაც და ეხლა ეს მანქანაში დაგროვილი რაც იყო გადმოიღო და აგდო აქვე და მანქანაში ქონდა ურნები არის აი სადაც ზევით არის მაგრამ ურნამდე მიტანა გეზარებათ ხომ ხელით გიტყდებათ თუ რავი რა ჯანდა ბაგჭერთ ახლა ნახე აქ რამდენია ეს ნაგავი სულ გროდება ეს სულ ნაგავი არის აი აქ გაჩერებული მანქანების გადმოგდებული ნაგავია ხო აქ ძალიან ბევრი ნაგავი გროვდება ამას ეს უნდა აკონტროლებდნენ ბიზნეს ობიექტები პასუხს უნდა სთხოვდნენ თავად საზოგადოებას უნდა სთხოვდნენ პასუხს ეხლა ეს სულ ნაგავია მთლიანად ეს გაყოლება იქითაც აი რა ვიცი და ჭირიშით ამ ხალხს ხო გზიდან ეს არ ჩანს მანქანა სწრაფად გაიარა ეს პრობლემა არ ჩანს ამას არავინ არ ხედავს ვერავინ ვერ ხედავს და მე განახეთ ახლა თავხედები რას აკეთებთ ნებისმიერი ადამიანი ამას აგდებს ადგილობრივი ბიზნეს მოვაჭრე მომუშავე ახლა ეს უბრალოდ ვიღაცა სახლიდან არა გამოტანილი და არ ყრის აქ აუც ფაქტია რომ ეს გადაივსო ნაგავი ასე რომ დააჩვიეთ მე მიმართავ ბიზნეს ობიექტების მეპატრონებს ასე რომ მიეჩვიეთ ან თქვენთან თქვენი თანამშრომლები რა ესე თავხედურად გადაყარა ნაგვის რა ვიცი ან ახტება რავი რა გჭირთ აზიარავა ფაქტია რომ პრობლემა არის ფაქტი ის არის რომ ახლა ეს თელი პერიმეტრი აი აგდებს ეს ადამიანი ვიზას შევაში აქვს ნაგვის მოშორება ეს ძალიან დიდი პრობლემა არის სერიოზულად დიდი პრობლემა ხოდა საჭიროა ხოლმე ხო მართალია სანაგვეურნები ძალიან ბევრი უნდა იდოს აგერ ცხვირწინ გაჩერებასთან აი ახლა ნახე რა დღეში სულ ეს სულ გაყოლება სულ ნაგვითაა სავსე ამას არავინ არ ხედავს ნუ ხედავენ როგორ არ ხედავენ და ხედავს თვალი და მე მისი თვალი მოიცრუს ესე თავხედურად რა ხედავს რომ ნაგავი გდია და ერთი ამის დედაწვატილი გაჩერებულია მანქანა გადმოვიდა მანქანიდან აიღო და გადააგდო რა ერთი ამის დედაწვატილი იფიქრა და მორჩა მარტივად ხო შეხედე
ეს თელი გაყოლება და წარმოიდგინე ეს თელი გაყოლება არის ეს პრობლემა. სულ ნაგავი არის. ხო. აი ხლა ეს ნაგავი ხო არის მოფანტული. ამას რავი, აი სალფეთქებით გადატენილი, რავი, აქაც იგივე სიტუაცია რა, ხელები შეიწმინდა, რაღაცას ხელი მოკიდა, გადააგდო მანქანა გაარემონტა, ზეთი დაღვარა. ასე შემდეგ რა ძალიან ბევრი დანაშაული ხდება. ეხლა ბიზნეს ობიექტის მეპატრონები არ ეუნებიან, მიდი აი გადაყარე ერთი ამის დედაც ვატირეო. აი ეს ნაგავი გადაყარეო, მასე დარწმუნებული ვარ არ ეუნება და თუ ეუნება რა ვიცი, მაგის დასაჯარიმებელია უკვე დიდი ხანია. როცა ხედავენ აი ამ უბედურებას, მე ეხლა ის სიტყვის რომ მე გადასახადებს ვიხდიო. და მიხედონ შესაბამისმა სამსახურმა. ოკეი, მიხედო. მაგრამ შენი ვალიც არის რომ შენი ბიზნეს გარემო რო ბინძურდება, ხო? ადამიანო, მოსთხოვო პასუხი ნებისმიერს. იმიტომ რომ ეგ ბიზნესი გაჭმევს შენ. შემოსავალი რო შემოდის მეგობარო. შენ გაჭმევს იმას და რა ვიცი ახლა შენ კი კარგად ახარ ღმერთმა გაგიმარჯოს ზმო, მაგრამ გარემო იწამლება. დღეს ხვალ შეიძლება უცბად არ გარდავიცვალოთ, მაგრამ აი ეს თავხედობა ხო, აი ეს არასწორი საქციელი. კლავს გარემოს და კლავს ნელ-ნელა ჩვენს. აი აქ ნებისმიერი გამჩერებელი, აი აქ მანქანა ვინც აჩერებს აი აქ მანქანას, ნებისმიერს ეძლევა საშუალება გადაყაროს ნაგავი. აი ეს წყალი იგზევითაც ხო იყრება. და აი აქაც იყრება, აი ეს გაყოლება შეხედეთ, აი ეს არის სუნაგავი. აი ესე გრძელდება თავხედურად ნაგვის გადაყრა. ეს არის დანაშაული, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვდგევართ. კი ვდგევართ, ამას მე პირადად ხმამაღლად ყვირი ვარ, რომ ვდგევარ. აი შეხედეთ, რამდენია. ძალიან ბევრია. და მაგიტომ ვიძახე, რომ ბიზნეს ობიექტების გარშემო ყრია ძალიან ბევრი ნაგავი და ამ ნაგავს უყრის საზოგადოება. ეს ციდან არ ცვივა. ესენი არ კონტროლდება ამას. აი ზევით გადის ცენტრალური გზა და ამას არავინ არ ხედავს. შეხედეთ. ეს წყალი ჩაედინება კიდე მდინარეში. რა ვიცი. მე იმედი მაქვს რომ ამას ყველაფერს მიეხედება. აი კაც. ბიზნეს ობიექტია. მის გვერდზე ყრია ნაგავი. ეხლა ქვემოდან ზემოთ არავინ არ აყრის, ზემოდან ქვემოთ ჩამოდის ნაგავი. ლოგიკურია, ესე იგი ვინც ყრის, მათი სტუმრები, მათი თანამშრომლები. თავხედურად რა არაცნობიერად ფეხებზე კიდია მოისწრინა. გდია ნაგავი, ესე იგი მოსულა რომ ნაგავი უნდა დააგდო. ხო და ყველა უნდა დაჯარიმდეს. ყველა თავხედი აბსოლუტ. ნახე რამდენი ნაგავია. აი ეს ნაგავი იხლება. სულ იყრება ნაგავი. ხო. რაც ძალიან ცუდია. აი ეს იგივე სიტუაცია არის, ჩვეულებრივად ჩერდება და მოისვრის. თუ ვინმე იტყვის, თუნდაც ამ ბიზნეს ობიექტის მეპატრონეები, შენ ვინ გეკითხებაო? კი ბატონო. მაშინ მეგეთქვი ესეთ რაღაცას მეგობარო. მე ის მეკითხება რომ თუმცა თქვენ ყველგან ახართ. აბსოლუტურად. ხო. მოგლეთ. რომ აი ესე რა ბინძურებენ. შენი სტუმრები, შენი თავხედები. მათ უნდა მოსთხოვო პასუხი. ყველას უნდა მოსთხოვო პასუხი, აბსოლუტურად. რომ ბიზნეს ობიექტს რო გიბინძურებენ, ხო? მაგრამ ხავს. ეს არის შენი სამუშაო და შენი სამუშაოს სახე. სახე ასევე არის შენი ქვეყნის. სადაც შენ ფულს შოულობ. სადაც შენ შოულობ ფულს და იმაზე მეც შოულობ, ვიდრე შენ გასცემ რამეს გარემოსთვის.
ამის აკეთებდე სიკეთეს, ვაფშე არ აკეთებ სიკეთეს, მაო. შენ რო სიკეთეს აკეთებდე, მე ამის გადაღება არ მომიწევდა. ხვდები? მაგრამ იმედი მაქვს ამას გამოვასწორებთ. პასუხს მოსთხოვთ თავხედებს. ჩართავთ რადიო ხმას, აი ყველგან, აი აქ შეგიძლიათ მეგაფონები დააყენოთ და ჩართული იყოს სანამ თქვენ მუშაობთ, მუშაობის პროცესში ხმა ისმოდეს რომ არ დაყაროთ ნაგავი, თუ დაყრით, დაყრის შემთხვევაში დაჯარიმდებით ამდენი ლარით და ასე შემდეგ. ასე ერთობლივად რომ ვითანამშრომლოთ და ვიმუშაოთ ჩვენ ადამიანებმა, ხო, აუცილებლად ვეშველება. აი ახლა ნებისმიერი ვინც აჩერებს, ხო? ყველა ყრის ნაგავს. ყველას ეძლევა საშუალება მოიშოროს თავის ნაგავი ხელიდან. და ეს ხმა როცა იქნება გამჯდარი, ნებისმიერს მიეცემა საშუალება, ანუ გაუჯდება უკვე ტვინში რა, რომ არ უნდა გადააგდოს, არ არის სწორი, არის თავხედური. და ასე შემდეგ, მე მაქსიმალურად რაც შემიძლია თავხედებს მიმართავ რა, რომ ხარ შენ თავხედი, არა აუცილებელი თავპირში ურტყა. ჯარიმა აკიდეთ, ვერ იხდით იმ ჯარიმას, კი ბატონო, მაშინ ამუშავეთ. სამუშაო საათები დააკისრეთ 1 წლის მანძილზე და იმუშაოს და გადაიხადოს ისე. ხო, სხვანაირად არ გამოვა. და ვინც გადააგდებს, ის უნდა დაჯარიმდეს და თუ ფული აქვს, კი ბატონო, იმასაც სამუშაო უნდა დააკისრო. რატო იცი რაღან ფული აქვს, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ აი ფული მაქვს და რასაც მინემას გავაკეთებ, არა მეგობარო. მაშინ შენ რაღაც ბევრი ფული გაქვს, შენ ყველაზე მეტ ჯარიმას აკიდებ. აბა ამაზე დაფიქრდი. ჯარიმა უნდა იყოს თანაბარი და პასუხისმგებლობას თანაბარი იყოს რა. და შენ რო სამუშაო საათები დაგიკისრება და ერთხელ, ორჯერ, სამჯერ მოგიწევს იმ ნაგვის აღებას, მე მიხვდები რომ აღარ გადააგდებ არასოდეს. შენ ფულსაც გაუფრთხილდები. შენ ნერვებსაც და შენ ჯანმრთელობასაც.